1859 წელს ტერეზა ბაჯოლის სიკლსი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგველი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. მას რომანი ჰქონდა ფილიპ ბარტონკის მეორესთან და როდესაც მისმა ქმარმა დანიელ სიკლსმა სიმართლე გაიგო, დღისით ყველას თვალწინ, მის საყვარელს ესროლა და მოკლა. ფილიპი ცნობილი ფიგურა იყო და მისი საჯარო მკვლელობა სენსაციური სასამართლო პროცესის მიზეზი გახდა, რომელმაც მთელი ქვეყანა მოხიბლა და სამუდამოდ შეცვალა სამართლის ისტორია. ტერეზა ბაჯიოლი 1836 წელს ნიუ-იორკში დაიბადა, თუმცა ზუსტი თარიღი და თვე უცნობია. მისი მამა იყო ჯუზეპე ანტონიო ბაჯიოლი, მდიდარი იტალიელი კომპოზიტორი და ოპერის რეჟისორი. ის იყო იტალიური ოპერის კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც 1832 წელს ნიუ-იორკს ეწვია. სანამ იქ იყო, მან გაიცნო ცნობილი ლიბრეტისტი და მუსიკის მასწავლებლად ქცეული ლორენცო და პონტე. როდესაც მან უფრო ხშირად დაიწყო ურთიერთობა და პონტეს ოჯახთან, მან გაიცნო მარია, რომელიც სავარაუდოდ ლორენცოს ნაშვილები ქალიშვილი იყო. თუმცა ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ის ქორწინების გარეშე ურთიერთობის შედეგი იყო. ამ დროს ჯუზეპე 30-ებს შუაში იყო, ხოლო მარია ძლივს იყო მოზარდობის სასაკში შესული. ამის მიუხედავად, მათ ურთიერთობის გაგრძელების უფლება მისცეს და სავარაუდოდ 1834 წელს დაქორწინდნენ, როდესაც მარია მხოლოდ 15 წლის იყო. ტერეზა 2 წლის შემდეგ დაიბადა. ტერეზა გაიზარდა ღრმად მუსიკალურ და კოსმოპოლიტურ გარემოში. თავისი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი გაატარა ბაბუის ლორენცო და პონტეს სახლში. ლორენცო და პონტე 10 წლეულებით ადრე ვოლფგანგ ამადეუს მოცარტთან თანამშრომლობდა. ხელოვანებით, ენებითა და იდეებით გარშემორტყმული, ტერეზა აღწერდნენ როგორც ძალიან ჭკვიანს და მოზარდობის ასაკში ტერეზა თავისუფლად საუბრობდა რამდენიმე ენაზე და მარტივად უკრავდა რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე. მაგრამ ეს კულტურული, ყურადღებით აღზრდილი სამყარო დიდხანს ვერ დაიცავდა მას, რადგან როგორც მალე ვნახავთ, ის მიიპყრობს იმ კაცის ყურადღებას, რომლის სახელიც მას სამარცხვინოს გახდის. 1850-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ტერეზა მოზარდობის ასაკში შევიდა, მას უკვე აღნიშნავდნენ მისი გამორჩეული სილამაზითა და მზარდი მომხიბლელობებით. შემდეგ, 1851 წელს, მან გაიცნო დანიელ სიკლსი, მაგრამ ეს მათი პირველი შეხვედრა არ ყოფილა. დანიელი დაიბადა 1819 წლის 20 ოქტომბერს და იყო ნიუ-იორკელი ადვოკატის და ადგილობრივი პოლიტიკოსის შვილი. დანიელიც ადვოკატი გახდა, თუმცა 1830-იანი წლების ბოლოსა და 1840-იანების დასაწყისში ის ქალაქის საგამომცემლო ინდუსტრიაში მუშაობდა. ამან მას დააკავშირა კულტურულ მოღვაწეებთან, როგორიც იყვნენ ლორენცო და პონტე და ანტონიო ბაჯოლი, რომელთაც თავიანთი მუსიკალური ჩანაწერების ნაწილი გამოაქვეყნეს. ის ასევე მეგობრობდა და პონტეს შვილთან, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები პროფესორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით წარმატებას მიაღწია, 20-იანების დასაწყისში მისი მშობლები ფიქრობდნენ, რომ ის არ იყო დამკვიდრებული და საჭიროებდა ხელმძღვანელობას, რის გამოც გავრცელებული ინფორმაციით იგი ლორენცო და პონტეს მეცნიერულ ოჯახში განათავსეს, სადაც ფრანგულსა და იტალიურს სწავლობდა. ამბობენ, რომ მან იქ დაახლოებით 1 წელი იცხოვრა, 1830-იანი წლების ბოლოს. როცა ის დაახლოებით 20 წლის იყო, ხოლო ტერეზა ჯერ კიდევ ჩვილი იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ 1851 წელს კვლავ შეხვდნენ და იმ დროისთვის დანიელი უკვე დამკვიდრებული იყო როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსი ნიუ-იორკის ასამბლეაში. დანიელი მალევე მოიხიბლა ახალგაზრდა ტერეზათი და მალე ხელი სთხოვა, მაგრამ მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა და ოჯახთან ხანგრძლივი ურთიერთობისა, ბაჯიოლების ოჯახმა თავდაპირველად უარი თქვა თანხმობის მიცემაზე. დანიელი არ დანებდა. მაინც ტერეზაზე 1852 წლის 17 სექტემბერს სამოქალაქო ცერემონიალზე იქორწინა. მოგვიანებით, როცა მისი ოჯახი დათანხმდა, მათი ქორწინება ოფიციალურად აღიარეს რელიგიურ ცერემონიალზეც. სრულად ნათელი არ არის, ზუსტად რა ასაკობრივი სხვაობა იყო მათ შორის. ზოგადად მიიჩნევა, რომ დანიელი 1819 წელს დაიბადა, თუმცა მოგვიანებით თავად აცხადებდა 1825 წელს. სავარაუდოდ იმისთვის, რომ ასაკობრივი სხვაობა თავის ახალგაზრდა ცოლთან ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო. თუ უფრო ადრინდელ თარიღს მივიღებთ, დანიელი თითქმის 33 წლის იყო, ხოლო ტერეზა, როგორც ფართოდ მიიჩნევა, ქორწინების დროს დაახლოებით 16 წლის იყო. ქორწინება, რომელიც მალე სკანდალში გადაიზარდა. დანიელისა და ტერეზას ქორწინება საკმაოდ ტრადიციულად დაიწყო. ტერეზამ 1853 წლის გვიან გაზაფხულზე ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც ლაურა ბიუქენენი დაარქვეს. რთულია განსაზღვრა ეჭობდნენ თუ არა ისინი, რომ ტერეზა ორსულად იყო, როცა წინა წლის სექტემბერში დაქორწინდნენ, თუმცა დიდი ალბათობით ქორწინებას ისედაც გეგმავდნენ. ამიტომ ასე ვთქვათ, ეს არ ყოფილა ორსულობის გამო ნაჩქარევი ქორწინება. ამ საწყისი ქორწინებრივი ნორმალურობის შთაბეჭდილების მიღმა, ქორწინება თავიდანვე პრობლემური იყო. დანიელი მექალთანად იყო ცნობილი, როდესაც 1852 წელს ტერეზაზე დაქორწინდა და მისი ქმედებების შესახებ ჭორები ვრცელდებოდა. ის ერთხელ ნიუ-იორკის ასამბლეამ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ცნობილი მეძავისთან ურთიერთობდა და ის ასამბლეის დარბაზში შეიყვანა.
ეჭვები კიდევ უფრო გაძლიერდა იმ ფაქტით, რომ ის ხშირად არ იყო სახლში. მაგალითად, ლავრას დაბადებიდან მალევე დანიელი პრეზიდენტ ფრანკლინ პირსის მთავრობის სახელით სავაჭრო დელეგაციის შემადგენლობაში ბრიტანეთში გაემგზავრა. მან ნიუ-იორკიდან იგივე მეძავი, ფანი უაითი ინგლისში წაიყვანა და ლონდონში დედოფალ ვიქტორიასაც კი გააცნო. სახლში დაბრუნების შემდეგ ის 1846 წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს და მომდევნო წელს დაიკავა თავისი ადგილი. ამ დროს დანიელი და ტერეზა ვაშინგტონში გადავიდნენ საცხოვრებლად და ლაფაიეტის მოედანთან პოლიტიკური ცხოვრების გულში დასახლდნენ. იქ ტერეზა სწრაფად გახდა გამორჩეული ფიგურა ელიტურ საზოგადოებაში, ცნობილი თავისი სილამაზით, მომხიბვლელობითა და მასპინძლობის უნარებით, რის გამოც მან ვაშინგტონის საზოგადოების დედოფლის მეცახელიც კი დაიმსახურა. ერთად ისინი იდეალურ თვილად გამოიყურებოდნენ, მაგრამ კულისებს მიღმა დანიელის განმეორებადი რომანები სულ სხვა ისტორიას ხვებოდა. შემდეგ 1847 წლის მარტში პრეზიდენტ ჯეიმს ბიუქენენის ინაუგურაციის დროს ტერეზამ გაიცნო მაღალი, სიმპათიური მამაკაცი, სახელად ფილიპ ბარტონკი მეორე. ფილიპი იყო ფრენსის სკოტ-ქის ვაჟი. ფრენსისი ცნობილი ამერიკელი პოეტი და იურისტი იყო. მისი ყველაზე დიდი მიღწევა იყო ლექსის ფორდ მაკჰენრის დაცვა დაწერა, რომელიც იყო ამაღელვებელი ნაციონალისტური ნაშრომი და აღწერდა ამერიკელების მიერ მერილენდის, ბალტიმორში მდებარე ფორდ მაკჰენრის დაცვას ბრიტანელების წინააღმდეგ 1812 წლის ომის დროს. ჩვენ ყველამ ვიცით ეს ლექსი დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტას გვსმენია ის ამ სახელით. შემდეგ მას მელოდია დაურთეს და დღეს ცნობილია როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი დროშა. ვაშინგტონში ფილიპი და ტერეზა ერთსა და იმავე სოციალურ წრეებში მოძრაობდნენ და ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს შეკრებებსა და ღონისძიებებზე, სადაც თანდათან დაახლოვდნენ. რადგან დანიელი ხშირად პოლიტიკურ საქმეებზე იყო წასული, ტერეზა ამ ღონისძიებებს ხშირად მარტო ესწრებოდა, მაგრამ ფილიპი მის გვერდიდან იშვიათად შორდებოდა. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო და სულ უფრო იზოლირებული, როგორც ჩანს ქორწინებით იმედგაცრუებული გახდა. 1858 წლის გაზაფხულისთვის, როცა სიკლზები ვაშინგტონში უკვე დაახლოებით 1 წელიწადი ცხოვრობდნენ, მისი მეგობრობა ფილიპთან რომანში გადაიზარდა. ფილიპი ვაშინგტონში გამორჩეული ფიგურა იყო, რომელიც კოლუმბიის ოლქის აშშ-ს პროკურორად მსახურობდა. ის 1818 წელს დაიბადა და ტერეზაზე 18 წლით უფროსი იყო, რომელიც იმ დროისთვის დაახლოებით 22 წლის იყო. ფილიპი ასევე ქრივი იყო 4 შვილით და ფართოდ ითვლებოდა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად. ფილიპსა და ტერეზას შორის რომანი თითქმის 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ძირითადად საზოგადოებისთვის დაფარული იყო. თუმცა მიუხედავად მათი მცდელობისა, საიდუმლოდ შეენახათ ურთიერთობა, ფილიპის მზარდი მიჯაჭვულობა რთული დასამალავი გახდა. ხშირად ხედავდნენ, როგორ ტრიალებდა ფილიპი ტერეზას სახლის ახლოს, ან ჩნდებოდა იქ, სადაც ის შეიძლებოდა ყოფილიყო. ორივე ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს, ზოგჯერ ქუჩაში ან მის ეკიპაჟში და საბოლოოდ უფრო პირად შეხვედრებსაც აწყობდნენ. ფილიპმა პატარა სახლი იქირავა სიკლსების სახლიდან რამდენიმე წუთის სავალზე, სადაც ისინი ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. როცა ფილიპი ტერეზას სახლს ჩაუვლიდა, ხელსახოცის აქნევით ანიშნებდა და თუ ტერეზაც იმავე ჟესტით უპასუხებდა, ისინი იმ სახლში ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ სწორედ ეს სიგნალი გახდებოდა საბოლოოდ მისი დაღუპვის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ ურთიერთობას საიდუმლოდ შეენახათ, დანიელმა 1859 წლის 24 თებერვალს ანონიმური წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ მისი ცოლი რომანში იყო ჩართული. გაბრაზებულმა დანიელმა ტერეზას დაუპირისპირდა. თავდაპირველად მან უარყო რომანი, მაგრამ ზეწოლის ქვეშ გატყდა და დაწერა დეტალური წერილობითი აღიარება, სადაც აღწერა თავისი შეხვედრები ფილიპთან. შემდეგ მან აიძულა ტერეზა დაეპირებინა, რომ აღარასოდეს შეხვდებოდა ფილიპს. ზუსტად არ ვიცით, ვინ გაუგზავნა წერილი დანიელს, მაგრამ ტერეზასა და ფილიპს შორის რომანი, როგორც ჩანს, სიკლსების სახლის პერსონალისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. ასე რომ, ეს შეიძლება ყოფილიყო ვინმე, ვინც უბრალოდ ხედავდა ფილიპს მოსვლასა და წასვლაში. რაც ნამდვილად ვიცით, ის არის, რომ ფილიპ ბარტონ კეი მეორე მოკლეს ზუსტად 3 დღის შემდეგ, 1859 წლის 27 თებერვალს, ლაფაიეტის მოედანზე, ვაშინგტონში. ლაფაიეტის მოედანი დღეს ცნობილია როგორც პრეზიდენტის პარკი. იმ დღეს დენიელ სიკლზმა ლაფაიეტის მოედანზე თავისი სახლის წინ დაინახა ფილიპ კეი და იფიქრა, რომ ის ხელსახოც იქნევდა ტერეზას იმის ნიშნად, რომ გარეთ გამოსულიყო. ფილიპი ნერვიულობდა, რადგან რამდენიმე დღე ტერეზასგან არაფერი სმენოდა და ამიტომ ოთახი იქირავა კოსმოს კლუბში, რომელიც ლაფაიეტის მოედნის მეორე მხარეს, პირდაპირ სიკლზების სახლის მობილდაპირედ მდებარეობდა. სამწუხაროდ ფილიპისთვის მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მათი რომანი გამოაშკარავდა და როცა მოედანზე ელოდა, დაუცველი და არაფრის ცოდნე, დენიელი შეიარაღდა რამდენიმე პისტოლეტით და მზად იყო მის დასაპირისპირებლად. მოვლენების ახლო თვითმხილველისა და ადვოკატ სამუელ ფ. ბადარვორთის თქმით, როდესაც ფილიპი გარეთ დაინახა, დენიელი გარეთ გამოუვარდა და ფილიპს მიუახლოვდა. შემდეგ მან დაიღვირა.
შენ ნაძირალა, ჩემი ოჯახი შეარცხვინე. შენ უნდა მოკვდე. ფილიპემ უპასუხა. რისთვის? შემდეგ დანიელმა იარაღი ამოიღო და ფილიპეს ესროლა. პირველმა გასროლამ ფილიპეს ხელი გაუსვა, რის შემდეგაც ჩხუბი დაიწყო. მათ ერთმანეთთან ჭიდილი დაიწყეს. ამ დროს დანიელ სიკლსმა კიდევ ერთხელ ესროლა და ტყვია ფილიპეს საზარდულის ქვემოთ მოხვდა. დაჭრილი ფილიპე წაბარბაცდა და სცადა ახლონდებარე ხის უკან დამალვა. ამასობაში მან იყვირა. მკვლელობა, ნუ მომკლავ. თუმცა დანიელი ნამდვილად აპირებდა მის მოკვლას. ის მიუახლოვდა და კიდევ ორი გასროლა მოახდინა ახლო მანძილიდან. ერთი გასროლა არ გავარდა, მაგრამ მეორე პირდაპირ ფილიპეს მკერდში მოხ და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დანიელი გაიქცა, ხოლო ფილიპე ახლომდებარე სახლში შეათრიეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. მოგვიანებით იმავე დღეს დანიელი დააკავეს მას შემდეგ, რაც თავშესაფარი გენერალური პროკურორის ჯერემაია ეს ბლექის სახლში ნახა, თუმცა მას იმ პირობებში არ ამყოფებდნენ, როგორცაც შეიძლება ელოდეთ. დანიელ სიკლსის დაპატიმრებამ ვაშინგტონში სენსაცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ის ცნობილად მძიმე, ვირთხებით სავსე ციხეში ყავდა დაკავებული, დანიელ სიკლსის მდგომარეობა სრულიად უჩვეულო იყო. მას განსაკუთრებული კომფორტი ჰქონდა, მათ შორის სახლში მომზადებული საკვები და გათბობილი ოთახი. ასევე მუდმივად სტუმრობდნენ როგორც ოჯახის წევრები, ისე ვაშინგტონის საზოგადოების ცნობილი პირები. როდესაც ის პატიმრობაში იმყოფებოდა, ქვეყნის მასშტაბით გაზეთებმა ამ ამბავს დიდი ყურადღება მიაქციეს და სკანდალი დეტალურად გააშუქეს. როდესაც სასამართლო პროცესი 4 აპრილს დაიწყო, შენობის გარეთ უზარმაზარი ბრბო შეიკრიბა. სიკლსი 1850-იანი წლების ბოლოსთვის საკმაოდ მდიდარი ადამიანი იყო და მან დაიქირავა 8 ადვოკატისგან შემდგარი ძლიერი გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯეიმს ბრედი, ნიუ-იორკელი ადვოკატი, რომელიც ცნობილი იყო მოწმეების დაშინებით. მეორეს მხრივ ბრალდების მხარეს ხელმძღვანელობდა რობერტ ოლდი, არც თუ ძლიერი ადვოკატი. სიკლსი პოპულარული პოლიტიკოსი იყო და როდესაც ნაფიც მსაჯულებს არჩევდნენ, შეფასდა, რომ 75 კანდიდატიდან 72 შესაძლოა სიმპათიით ყოფილიყვნენ განწყობილი ბრალდებულის მიმართ. როდესაც პროცესი დაიწყო, დაცვის მხარემ თავისი საქმე უჩვეულო ფორმით წარმოადგინა. მათგან აცხადეს, რომ სიკლს არ შეიძლებოდა პასუხისგებლობა დაკისრებოდა თავისი ქმედებების გამო, რადგან ის დროებით გონებას იყო მოკლებული ფილიპ ქის რომანის გამო მის ცოლთან. როგორც დანიელის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯონ გრეჰემმა თქვა, თუ ის იყო ძლიერი აფექტის მდგომარეობაში, ნუ თუ ეს ზედმეტად ძლიერი ვნებაა იმ კაცისთვის, რომელმაც მის წინ დაინახა თავისი ცოლის გულქვა, შეუბრალებელი მაცდუნებელი. როდესაც ეს დროებითი სიგიჟის არგუმენტი განვითარდა, უცნაური სიტუაცია შეიქმნა, სადაც მოკლული კი თითქმის სასამართლოში ბრალდებულად იქცა, მაშინ როცა სიკლსი მსხვერპლად იყო წარმოჩენილი. დაცვა ცდილობდა გაემყარებინა თავისი საქმე მისი რომანის წერილობითი აღიარების მტკიცებულებად წარმოდგენით, იმ იმედით, რომ კიდევ უფრო გაამართლებდა დანიელის ქმედებებს. ბრალდება წინააღმდეგობას უწევდა და საბოლოოდ დოკუმენტი დაუშვებლად ცნეს. შეუდრგობლად სიკლსმა საქმე საკუთარ ხელში აიღო. აღიარება პრესას გააცნო, სადაც ის სრულად გამოქვეყნა. ტერეზას პირადი ცხოვრება საჯარო გახადა და საქმესთან დაკავშირებული აჟიოტაჟი კიდევ უფრო გაამძაფრა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მაშინ დადგა, როცა ექიმი მოწმის სკამზე გამოჩნდა და დაადასტურა, რომ დანიელის ფსიქოლოგიური კოლაფსი, რომელიც ტერეზას ღალატის შესახებ გამჟღავნების შედეგად მოხდა, იმდენად ძლიერი იყო, რომ ექიმს ეშინოდა, დანიელი ვერასდროს გამოჯამრთელდებოდა იმ სიგიჟიდან, რამაც ფილიპ ქეის მოკლა აიძულა. ტერეზას პრესაში ყოველდღიურად ცილს წამებდნენ და ლანძღავდნენ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას და ის თავს არიდებდა საჯაროდ გამოჩენას. როდესაც სასამართლოში მსჯელობა 26 აპრილს დასრულდა, მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს დაარიგა, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ. დანიელმა ტერეზას რომანის შესახებ 24 თებერვალს გაიგო და ფილიპი 27-ში მოკლა. ანუ ამ ორ მოვლენას შორის 3 დღე გავიდა. ის აშკარად უსვამდა ხაზს იმ აზრის სისუსტეებს, რომ მკვლელობა ვნების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული იყო. დანიელს 3 დღე ჰქონდა, რომ დამშვიდებულიყო. ის ფაქტი, რომ მან ფილიპე იმ 3 დღის ბოლოს მოკლა, წინასწარ განზრახულ მკვლელობაზე მიუთითებდა. ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ სხვანაირად გადაწყვიტა. მხოლოდ 1 საათის შემდეგ ნაფიც მსაჯულთა კოლეგია დაბრუნდა და გამოაცხადა, რომ სიკლსის დროებითი შეურაცხადობის დაცვის არგუმენტი ლეგიტიმური იყო. მათ იგი უდანაშაულოდ ცნეს. იმ საღამოს დენიელმა ვაშინგტონში დიდი წვეულება მოაწყო, რომელსაც 1500 ადამიანი ესწრებოდა მისი გათავისუფლების აღსანიშნავად. სასამართლო პროცესის შემდეგი პერიოდი ალბათ ისეთივე უცნაური იყო, როგორც მასამდე და მის მიმდინარეობისას მომხდარი მოვლენები. ტერეზა და დენიელი ცოტა ხნით დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ არ განქორწინებულან. ტერეზას პრესაში მძაფრად უტევდნენ და აღმოსავლეთ სანაპიროს მაღალი საზოგადოება მას ერიდებოდა, მაშინ როცა დენიელი კონგრესში თავის ადგილს დაუბრუნდა. ამ ყველაფერს ადამიანი აფიქრებინებს, ნამდვილად თუ გაიგეს ხალხმა, ვინ იყო მკვლელი. საბოლოოდ წყვილმა ნაწილობრივ მაინც შეარიგა ურთიერთობა.
რაც გაზეთებში კიდევ უფრო დიდ აღშფოთებას გამოიწვია. შემდეგ მათი სენსაციური ამბავი გუშინდელი ამბავი გახდა. აბრაამ ლინკოლნი შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს 1860 წლის ნოემბერში. სამხრეთ კაროლინა გახდა პირველი შტატი, რომელიც კავშირიდან გამოეყო ერთი თვის შემდეგ და ამერიკის სამოქალაქო ომი დაიწყო 1861 წლის აპრილში, როდესაც კონფედერაციული შტატები ცდილობდნენ კავშირის ჯარების სამხრეთიდან გაძევებას. ამგვარად, 1859 წლის სასამართლო პროცესი საზოგადოებრივი ცნობიერებიდან გაქრა. ნებისმიერ შემთხვევაში დენიელ სიკლს ახლა ჰქონდა შესაძლებლობა თავისი რეპუტაცია აღედგინა. ის გახდა ოფიცერი კავშირის არმიაში და იბრძოლა ომის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლებში. 1863 წლის ივლისის დასაწყისში ის გეტისბურგის ბრძოლაში მონაწილეობდა. შეტაკების დროს მისი მარჯვენა ფეხი ზარბაზნის ბირთვმა დაუმახინჯა. ფეხი მოკვეთეს და ვაშინგტონში არმიის სამედიცინო მუზეუმში გაგზავნეს. ძვლები დღემდე გამოფენილია ჯანმრთელობისა და მედიცინის ეროვნულ მუზეუმში. ტერეზას ქორწინება სკანდალის შემდეგ აღარასდროს ყოფილა იგივე და ის ძირითადად საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ჩამოშორდა. მან თავისი დარჩენილი წლების დიდი ნაწილი ნიუ-იორკში გაატარა, სადაც 1867 წლის 5 თებერვალს ბრუკლინში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. ის მხოლოდ 30 ან 31 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ სკანდალი მოხდა, მის დაკრძალვას გრინვიჩ ვილიჯში ბევრი ადამიანი დაესწრო მისი ოჯახის კავშირების გამო. 1869 წელს დანიელი დანიშნეს ესპანეთში აშშ-ის მინისტრად და ზოგიერთი ჭორი ამტკიცებს, რომ მას რომანი ჰქონდა გაძევებულ დედოფალ იზაბელა მეორესთანაც. მადრიდში მან დაიწყო ურთიერთობა ესპანურ ფრანკ ქალთან, სახელად კარამინა და ისინი 1871 წელს დაქორწინდნენ. წყვილს 2 შვილი შეეძინა. 1880 წელს სახლში დაბრუნების შემდეგ მან ნიუ-იორკში მრავალი თანამდებობა დაიკავა და თუნდაც მოკლედ დაბრუნდა კონგრესში 2 წლიანი ვადით. 1893-დან 1895 წლამდე. ამ დროისთვის მისი და ტერეზას ქალიშვილი გარდაცვლილი იყო. მათ შორის გაუცხოება იყო და ლაურა, რომელიც ალკოჰოლიკი იყო, 1890 წელს მხოლოდ 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. დანიელ სიკლსი დიდხანს იცოცხლებს და 1914 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვლება. ბოლო საინტერესო დეტალია ის, რომ გეტისბურგის ბრძოლის უფროსი მეთაურებიდან მხოლოდ დანიელ სიკლს არ აქვს ძეგლი, რაც ასახავს იმ ჩრდილს, რომელიც მის მემკვიდრეობას სკანდალმა, სასამართლო პროცესმა და მკვლელობამ დაობამ დაასვა. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ტერეზა ბაჯიოლის სიკლსის ისტორიას. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. მომწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე და თუ გსურთ მეტი მსგავსი კონტენტი, ისიც მომწერეთ ქვემოთ კომენტარებში. იმედი მაქვს, რომ გამოწერილი ხართ და შეტყობინებები ჩართული გაქვთ, რათა ჩემი ყველა ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთავ. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან, ასე რომ მომავალ გადაცემაში დავიწყებული ცხოვრებები ისევ გნახავთ. გმადლობთ.